მხოლოდ ადმინისტრატორს აქვს უფლება დააბლოკოს მომხმარებელი. დაბლოკოს ორი ვარიანტი გვაქვს. მომხმარებლის ბლოკირება ელფოსტით და მომხმარებლის ბლოკირება IP მისამართით. მოდით ავირჩიოთ ელფოსტით ბლოკირება. დაბლოკოს მიზეზი აუცილებელი არ არის. თუმცა მოდით მაინც ჩავწეროთ რაიმე. მომხმარებელი დაიბლოკა, ინბოქსზე გადავიდა მოგვარებულ სიაში და აქაც ვხედავთ პატარა ინდიკატორს, რომ ეს ინბოქსი და ეს კონკრეტული მომხმარებელი დაბლოკილი არის იმეილით. მოდით ავიღოთ მომხმარებლის ელფოსტა. დავჭერთ ოპერატორთან დაკავშირების ღილაკს, ავირჩიოთ დეპარტამენტი და ხედავთ, რომ გამოდის შეტყობინება დაბლოკვისთან დაკავშირებით.